თანამედროვე გამოშვებას ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა ტერაქტი მოუწყონ განცხადებას ოლიგარქის პარტიის წევრი სოზარ სუბარი აკეთებს ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილს ტყვის სროლის ნაცვლად აფეთქებას უწინასწარმეტყველებენ ლიკვიდაციით შეშინებულმა ოლიგარქმა კი უკვე დიდი ხანია უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა. ბინგეგმოს ოლიგარქს ტერორისტულ აქტს და ზომებს მიიღებს ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად თორნიკე კოშკაძე გიამბობთ. ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა ტერაქტი მოუწყონ. განცხადებას ოლიგარქზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მისი პარტიის აქტიური სახე სოზარ სუბარი აკეთებს, თუმცა პრესის ფურცლებზე გაკეთებულ განცხადებაში ყოფილი სახალხო დამცველი ტერაქტის დამკვეთებზე ან სხვა რაიმე დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენ გვაქვს რეალური ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი იგეგმება. რაღაც ინფორმაციები ამ თემაზე უკვე გავრცელდა, რაღაცებს ვერ დავაკონკრეტებ. ამ საფრთხის მიუხედავად ივანიშვილმა თავი გადადო. რა ვუყოთ, რომ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება? შევშინდეთ? ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე მსგავსი შინაარსის განცხადებებს მისი მხარდამჭერები აკეთებენ. ქართული ოცნების ოლიგარქს ცოტა ხნის წინ თავში ტყვის მოხვედრაც უწინასწარმეტყველეს. მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და შეიძლება ეს მაშინ განხორციელდეს, როცა ის რეგიონებს ესტუმრება. ვალდებული ვარ ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტი, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან. როგორ უნდა მოხდეს საინტერესო ესეთი დაცული, ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ იქნება, როგორც არის დაცული ბატონი ივანიშვილი, ხო? მაშინ რა ქვია, შუშის ჯავშანშია ჩასმული და შუშის კოლბის რაინდადაა გადაქცეული და ძალიან რომ გვინდომენ, მაინც ვერ განახორციელებენ და ეს ბუნებრივია, ხელს არავის არ აძლევს ამის გაკეთება. საქმე გვაქვს ძალიან იაფფასიან პრიმიტიულ მცდელობასთან საკუთარი პოლიტიკური ძალის მიმართ მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება, მაგრამ თუ სურთ საზოგადოების ყურადღება, ეს ყურადღება უნდა მიიპყრონ პროგრამებით, პოლიტიკური პლატფორმებით, თავიანთი ხედვით საშინაო და საგარეო პოლიტიკის და არა ისეთი განცხადებებით, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიან და ძალიან მოკლევადიან პიარზე გათვლილი. ეს ისეთი თემაა, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამისი ფაქტების არქონის გარეშე რაიმეზე საუბარი იქნება ძალიან უპასუხისმგებლო, რადგან ტერაქტი ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას და ეს ისეთი საფრთხეა და ისეთი საშიშროება, რომელიც არასერიოზულად უბრალოდ არც ერთმა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანმა არ უნდა ილაპარაკოს. ლიკვიდაციაზე გაკეთებული პანიკური განცხადებებით ოლიგარქი საკუთარმა გარემოცვამ